მსახიობისთვის ყველაზე დიდი ჯილდო არის ერთ მხრივ შვიდი და წყნარი დარბაზი, რომელიც გისმენს და მეორე მომენტი არის აღიარება იმისი, რომ დარს გიკრავენ, რომ შენ მოეწონე, აი ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო. როცა სპექტაკლს თამაშობ, გინდა რომ მოგისმინო, აუცილებლად გინდა რომ მოგისმინო. და რომ თავდება ყველაფერი, უკვე ღებულობ იმას, რასაც ალბათ ველოდებით ყველა და რისთვისაც მივდივართ ალბათ აი ამ პროფესიაში. მე საერთოდ მიყვარდა თეატრი ბავშვობიდან, დედას დავყავდი თეატრში. მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მივიღე ოპერის თეატრში. ბებია იყო მუსიკოსი, კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული და ბებია ყიდულობდა ყოველ წელს ყიდულობდა წლიურ აბონემენტებს. ძალიან მიყვარდა. ბევრ რაღაცას ვერ ვიგებდი რაზე იყო და როგორ იყო, მაგრამ აი ეს ჯადოსნური სამყარო მიტაცებდა ბავშვობიდან. მე ამ ჯადოსნურ სამყაროში მინდოდა მომხვედრილიყავი აუცილებლად. აი ეს მომწონდა, რომ რაღაცა სასწაული ხდება, კოსტიუმები, გრიმი, ეს რაღაცა მეგონა, რომ არარეალური არის. ნუ პრინციპში არარეალური არის. მე გავიდა რაღაც წლები, მოვიდა აბიტურიენტების დრო, დადგა ეს დრო, როდესაც უნდა რაღაც პროფესია ამერჩი, მე უკვე ვიცოდი, რომ მე მინდოდა ყოფილიყავი მსახიობი. არ ვაბარებდი თბილისში, არ ვაბარებდი, იმიტომ რომ მე დავამთავრე რუსული სკოლა და მაშინ 4 წელიწადში ერთხელ იყო რუსული სექტორები. მე ვერ მოხვდი და წავედი მოსკოვში. რაღაც გამიმართლა პირველ წელს მოვხვდი გიტისში. სწავლა იქ ძალიან რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ დილით რო გადიოდი ხამე 11-ზე, 12-ზე ბრუნდებოდი. საბჭოთა კავშირი რო დაიშალა ჩემი სწავლის პერიოდი. და აქ რო ჩამოვედი, გია მითხრა კიტია, მაშინ გია იყო აქ თეატრში და რა არისო, იცი, შენო უკვე დაბერდიო, მეუბნებოდა, ნუ დაბერდი რა 25-26 წლის ვიყავი. უკვე ნათამაშები გაქვს ბევრი თეატრში, ბევრ რაღაცა უკვე გაკეთებული არისო და ამიტომ მოდითო მოვედი მოზარდში. იმის მერე მუშაობ, მე აქამდეც მუშაობდი თეატრში, მთლიანად სტაჟი მაქვს 44 წელი. პირველი როლი მე მგონი სამი გოჭი იყო თუ არ ვცდები. იყო სამი გოჭი, ვთამაშობდი ნახნავს. ბედნიერი ვიყავი ძალიან, იმიტომ რომ ვიცით რა არის, მე არასოდეს არ მქონია მთავარი როლის, აი რაღაც, სულ ის კი რომ არ მინდოდა რა სისულელი არის. მინდოდა როგორ არა. თამაშობდი კიდევაც როგორ არა, მაგრამ აი რაღაცა სულ მინდოდა რაღაცა ეპიზოდი, რაღაცა აი რო ჩაგედო შეგნით რაღაცა ისეთი საინტერესო, რომელიც ალბათ მარტო მე მქონდა, ხო თქვათ. აი ჩვენ მგონია რომ ჩვენ პატარა როლებს თამაშობთ. ჩვენ მგონია რომ ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, სადღაცა ვართ, რაც გვინდა იმას არა. აი იქედან ჩანს ყველაფერი. დარბაზი ხედავს აბსოლუტურად ყველაფერს. რა გააკეთე, როგორ გააკეთე. ამიტომ, როდესაც მიხვდები ამას, ნებისმიერი როლი გახდება სასიამოვნო. ძალიან მიყვარდა იყოს ეს სპექტაკლი ალიბაბა და 40 ყაჩაღი. ძალიან მიყვარდა, დღესაც ვიხსენებ რაღაცა სურათებს რო უყურებ ხოლმე, ხანდახან რაღაც ნოსტალგიურად მომწონს ეს ყველაფერი. ჩემი მეუღლე თამაშობდა ალიბაბას, მე ვთამაშობდი ფატიმას. იყო მუსიკალური სპექტაკლი, ძალიან ისეთი ღია როლი, კარგი. გავიხსენებ იმას, რასაც ვთამაშობდით, ეს იყო მე ბებიკო ილიკო და ილარიონი, მურადას თოჯინა იყო მურადა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ეს იყო მე ვთამაშობდი ურჩხულ და ლამაზმანში, გარდერობს თამაშობდი, საახალწლოში ვთამაშობდი, საახალწლო დიკენსის მუსიკალური ზღაპრის. კიდე რა იყო ახლა ამ ბოლო დროს? ნუ იყო
ადამიანები, სპექტაკლი ადამიანები საინტერესო იყო სხვათა შორის, იმიტომ რომ თამაშობდი ხელს, აი მოძრავ ხელს. მე მიყვარს ბავშვები. ხო და ბავშვებთან რომ მუშაობ, არ ვიცი, მე მედიცინა მონებას ვქნო, ბევრს არ უყვარს. ვერ მოატყუებ ვერაფერს, აბსოლუტურად. აი თუ არ იქენი მაგასთან, ამ მაყურებელთან თუ არ იქნები გულწრფელი, არ დაგიჯერებს. იცით რა არის, მე მგონია რომ მე უფრო სახასიათო მსახიობი ვარ. მგონია რომ რაღაცა აი ამაში ძალიან არ გამიმართლა. ესე მგონია. ალბათ შეიძლება და უფრო მეტის გაკეთება. არ ვდანობ, იმიტომ რომ მე იქა ვარ, სადაც უნდა ვიყო. მე რას გულისხმობ, იცით რა, მე მოვდივარ ღიმილით შემოვდივარ თეატრში, ღიმილით გავდივარ თეატრიდან. ძალიან მიხარია, როდესაც მოვდივარ, როდესაც უყურებ ახალგაზრდებს. ჩვენთან თეატრში ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის. მაგალითად, რეჟისორი რა არის? ჩემთვის რეჟისორი ახალგაზრდა პატარა ბიჭი რო იყოს რეჟისორი, ის მაინც ჩემი მასწავლებელია. მე სხვანაირად ამას ვერ ავუგავ. არის მასწავლებელი. და შეიძლება იყოს უკვე ხანში შესული, ძალიან გამოცდილი და არაფერი არ მოგცეს, ეს ხო შეიძლება. ჩემის აზრით, გრიმს, კოსტიუმს ძალიან სერიოზული როლი უჭირავს მსახიობის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ერთი არის შენ რეპეტიციაზე გადიხარ უგრიმოდ და უკოსტიუმოდ და მეორეა იმ წუთშივე რო ჩაიცევ ამას ყველაფერს და გაიკეთებ გრიმს. აბსოლუტურად სხვანაირი ხდები. სულ სხვა ხასიათი არის, სულ სხვა მოთხოვნილება არის. შენ სხვანაირად გრძნობ თავს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისევე ბევრი რაღაცა არის, ბევრის მომტანი არის, ბევრის აი რაღაცა იცით რა, კულისა არის, სადაც შეგიძლია შეხვიდე და იტირო, შეიძლება გაიცინო, შეიძლება ცრემლი, მაინც მე მგონი რომ მთელი ჯადოსნობა, რომელიც ხდება თეატრში, ხდება კულისებში. თეატრმა მე ყველაფერი მომიტანა. ოჯახი თეატრში შევქმენი, კოლეგების რაღაცნაირი მართლა სიყვარული, იცით რა, ის რასაც ყოველდღიურად მოვყავარ აქ, ეს არის სიყვარული, ეს არის ურთიერთობა. ეს არის ყველაფერი ის თბილი, რაც მთელი ამ 44 წლის განმავლობაში ამ თეატრში მხდებოდა. და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მიყვარს ჩემი საგრიმეო, მიყვარს ჩემი კოლეგები, მიყვარს ჩემი სცენა. ბედნიერი ვარ.